მოგესალმებით, მადლობა, რომ კიდევ გაბედეს კიდევ მორიგი ერთ ეპიზოდს უყურებთ. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის გიორგი გვარჯალაძე, მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოკლედ მახსოვხარ გამოსავალში პიროვნული ზრდის ყურზე შევხვდით, სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, მაგრამ შევხვდით ერთმანეთს და იმის მერე მოკლედ გავიდა რამდენიმე წელი და აგერ მე მგონი 2 წელი ხო თუ 3 წელი და
კიდე რამდენჯერმე იყავი გამოსავალში რაღაც ღია შეხვედრებზე ხედავდი, მაგრამ თავარი ის იყო, რომ რაღაც ერთი დღეა მოვდივარ და უცებ მეუბნები, რომ ნახე ეს ტრეკი შეხედე კლიპი თუ რაღაცა და მასმენინებენ შენს ახალ სიმღერას, რომელიც რაღაც გამოჯამრთელებაში მყოფი ყველა ადამიანისთვის არის თითეული სიტყვა ძალიან გასაგები. და მახსოვს ის დღე როცა გამოსავალში რაღაც ყველანი შევიკრიბეთ და ჩავრთეთ და ყველამ ერთად მოусმინა ამ შენ სიმღერას. აქედან დაიბადა აზრი, რომ გიორგი გვარჯალაძე რაღაც აი შეგზნება გამიშთა რაღაც ისეთი გაბედა, რომელზეც მგონია რომ საინტერესო იქნება რომ მაყურებელსაც გაუზიაროთ, იმიტომ რომ მთელი ეს ტექსტი არის რაღაც გამბედაობაზე შენს. და მინდა რომ მოკლედ ძვირფასო მაყურებლებო დღევანდელი ეს გადაცემა იყოს ეგეთი რაღაც ვიფიქრე რომ აი ტექსტს გავყვეთ ამ სიმღერის ტექსტს და როგორც ლიტერატორები რო შლიან ხოლმე ხო იცი რაღაცა იმას ნაწარმოებს აი ეგრე გავშიფროთ ფრაზა ან რაღაცა კუპლეტ და ეს იქნება მთელი მოსაყოლი შენი ისტორია რა მოკლედ ეგეთ სცენარზე შევთანხმდით გუშინ მოვიფიქრე და დღეს გიორგის უკვე შევთანხმდი ხო და მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი შენი სტუმრობისთვის მადლობა ამ სიმღერის ჩაწერისთვის და მადლობა იმ გამბედაობისთვის რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ რომ იგრძნობა დავიწყოთ დიდი მადლობა მოწვევისთვის შენს მადლობა ესე იგი საერთოდ მოდი ამ სიმღერის და ამ ტექსტის როდის დაიწერა, რამდენი ხნის წინ და რა იყო შენი мотиваცია სანამ უშუალოდ რაღაც პასაჟებზე გადავალთ? ეს სიმღერა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ალბათ დაიწერა. იცი რა არის? აი უცნაური კითხვაა რა. მაგრამ მართალია დაიწერა, მე კი არ დავწერე. ის რაღაცნაირად გაჩნდა უბრალოდ. პირდაპირ დაუკარი. არ ყოფილა ფიქრი და სტროფის ჩაჯენა ან რაღაც ბავშვიც კი მეჯდა კალთაში მაგ დროს თქვი რომ მოდი დედას სიმღერა დაუწეროთ მე და შენ და ეს ვიღიღინე რა ჩემი ყველა სიმღერა თითქმის ესეთი არის რაღაც თვითონ ამოსკდა ოკეი და აი ამ სახემდე და რო ჩაწერე რა იყო ერთი თქვა თუ თქვი რომ დედას ბოდი დაუწეროთ მე უცბად რომ ამდენმა ადამიანმა გაიგო აი ეგ რა გზავნილის მატარებელია რაც გაჩნდა არის მისამღერი ანუ მისამღერი ეგ სიმღერა მე დავიწყე უბრალოდ ჩემი გამოუქვეყნებელი მუსიკის გამოშვება დატყვევებული და არ ვთვლიდი რომ ღირსია რომ იარსებოს. მიუხედავად იმისა რომ სერიოზულ თანხას მიხდიდნენ რომ ხვის მუსიკისთვის ხელი დამედო ჩემსას არ ვაძლევდი ყოფნის უფლებას. მე მივხვდი რომ შაშიმჭირდება ეს ტვირთი და დავიწყე დღეში ერთი სიმღერის გამოშვება. თქვი რომ 30 დღე თქო. 30 დღე ვერ გავქაჩე, იმიტომ რომ მე-15 დღეს გადავწყვიტე რომ ეს სიმღერა ყოფილიყო. შესაბამისად მარტო მისამღერი არ იქნებოდა ის საკმარისი. დაჭირდა ვერსი, სტროფი, რაღაცა და ვიდეოც მომინდა და თან ბავშვით მარტო ესეთი ის არის, ცოტა ჩაკნორისული პროგრამა ჩავრთე და წავედი და მარტო მოვიტანე კამერები, გადავიღე თან არ ვიცოდი დავინჩიში ამის გაკეთება ეს ლეიერების ChatGPT-ს ვეკითხებოდი როგორ დავადო ლეიერი და მისია იყო რომ იმავე დღეს რა ანუ რამოდენიმე საათში უნდა დამედო ეს პროდუქტი. ანუ სადღაც რაღაც დააჩელენჯე შენი თავი და და მაგაში წავიდა ხა სერიოზული რესურსი ერთ დღეში დამოუკიდებლად ამ ყველაფრის დაწერა, ჩაწერა, გადაღება, დამონტაჟება, გამოცემა და მე შემდეგ დღეს უკვე ამოვისუნთქე და აღარ დავიწყე ახალი ტრეკი უბრალოდ. ეგ არის ისტორია. ოკეი და რა მოგიტანა მაგ გამოწვევის შესრულება, მაი რა მოგცა? რაღაც გავაზიარე რა. გაზიარების მე გავთავისუფლდი
მაგერ როგორც ამბობ ვიღაცას შეიძლება დაეხმარა. ან დაინტერესა მინიმუმ, ან ვიღაცამ უბრალოდ ისე ამონა. ან გააკრიტიკა, რა ვიცი რა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ წლის გამოჯამრთელების ჰიმნად შეიძლება მოინათლოს ეს ტრეკი რა. და ის არის რა ქვია, საინტერესო პერსპექტივები აქვს რა. მაგას დაუბრუნდები კიდე რაღაც უკავშირები რაც მაშინ მივიღე, გეტყვი. კაი, მაყურებლის რო გასაგები იყოს. აი ეს მთელი შენი რაღაცა ტკივილზე წარსულში ხო რაღაც ტკივილზე გატარებული შენი ცხოვრება ტკივილებით სავსე რის გამო მოხვედი ანუ რას ეძებდი თქვა გამოსავალში და პირველ ოცდაში ანუ აი ხდები ეგ რა მდგომარეობა იყო როცა არ ვიცი დახმარება ითხოვე თუ მიხვდი რომ აი ეხლა რაღაც უნდა შეცვალო ხო აი სანამ მოხვიდოდი როგორ გიჭირდა და რა გიჭირდა ხო მოვყევი მაქსიმ ღერაჭი ოკეი კაი გადავიდეთ მაგას კი ბატონო ეხა მეგობრებო ჩაუშლით სიმღერას კაი ნუ პირველი რომ მეზარებოდა ლექსი დაწერაო ხო ტექსტის დაწერა მეზარებოდა ჭირდებოდა ამ პროდუქტს ტექსტი და პირველი ეგ აზრი შემოვიდა რომ მეზარება ეხლა რომ დავწერო ეს ტექსტი და მართლა რას მოხვდაო გულწრფელად ყვებიო გულწრფელობა როდის ისწავლე გულწრფელობა როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი პრინციპი რა თქმა უნდა გამოსავალში მე ჯგუფებზე მე ვიპასანას პრაქტიკაში და მე მივხვდი რომ საერთოდ ყველა ნებისმიერი თამაშის სერიოზული წესია ანუ ამ წესის შემეცნება მნიშვნელოვანია თუ თამაშობ აი ხო არის და პოლიჩუზესი იყო თუ გახსოვთ ეგეთი და იქ იყო სუპერ თამაში აი სუპერ თამაში თუ თამაშობ გულწრფელობა მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პრინციპია ეგრო გამოგლიჯობს ირევა ყველაფერი ვეღარ იგებს ადამიანი რას თამაშობს ანუ შენ სუპერ თამაშს თამაშობ მე სუპერ თამაშს თამაშობ კარგი ამბობ რომ ნუ შვილი მომიკვდა ცოლი გამიქცა რასაც ვაწყობდი თავზე დამექცა ეს ამბავი ასე თუ ისე რავი მე მგონი ბევრმა იცის ძალიან ბევრმა და მიუხედავად იმისა რომ მე ვარ ადამიანი რომლის ოჯახის წევრას თავი მოიკლა ჩემმა უცროსმა ძმამ და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ვინც ნახე და მუდმივად მესმის ხოლმე ეგ ეპიზოდი რა ანუ ძალიან ალარმი მერთვება და ძალიან დიდ კიულზე გაიარა დღესაც გადის და რაღაც მუდმივად ვარ ხოლმე მხარდამჭერი თითქოს რა ადამიანების და მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც სულ მერთულება ნებისმიერ ადამიანს ვკითხო იმიტომ რომ მე ძალიან ძიმე გზა გავიარე რა საკუთარი თავის დანაშაულებიდან დაწყებული სანამ მივიღებდი მაგ მოცემულობას და პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებას რა და თუ შენს პრობლემა არ არის მინდა რომ შენს კითხო რომ აი ეგ პერიოდი შვილის ამბავი რაი შენი აზრით რა იყო აი რა მოხდა ან რისთვის მოხდა რამე მისია ქონდა ამას კი ის სერიოზული მისია ქონდა ტკივილი არის ჩემთვის ნაცნობი ენა პრინციპში კაფიოდ ეგენა ვიცი მარტო რა დანარჩენ ენასთან შემიძლია რომ ვიჩათლახო და ტკივილთან უკვე სერიოზული გულწრფელი საუბარი მიდის და ხო რა მნიშვნელოვანი მადლიერი ვარ რომ ავი ტიპებს კინოში აქვთ ნანახი და მე შიგნიდან მაქვს ნანახი ეს გამოცდილება მივიღე მადლიერი ვარ ყველასი შენი თქმის არ იყოს მეც ლენოსი მისი გადაწყვეტილების ვითამაშეთ ეს თამაში რა თან მე დამამძიმებელი გარემოებაც მაგრამ რომ მე ვცემე და იმან დაწერა რომ აი მამამ ცემა და ეგრე წავიდა არ ქვიაო მაგას ცემაო და ანუ
ახლა აბა რა ქვია, დავარტყი ხელი ორჯერ. და რამოდენიმე საათში გადახდა. მე რომ დავარტყი ვიცოდი რომ გადახდება. და უთხარი რომ ხო უნდა გადახდე და გადახდი თქო. და გადახდა. ოღონ რომ გადახდა მე იქ აღარ ვიყავ. როგორ და ახლა რა ურთიერთობა გაქვს? ახლა მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. გასაგებია ანუ რაც ხდებოდა რა ყველაფერი. ასე რომ ვიმსჯელოთ ამაზე, ხო? ერთი მე ხო აბსოლუტურად სხვა ცნობიერებიდან ვიყავი მაშინ. მაშინ მეგონა რომ არ თამაშობ. არ ვიყავი გულწრფელი. არჩევანის წინაშეც ვიყავი. იმ დროს ორ ადამიანს უჭირდა და ჩემი შვილი არ დავა პრიორიტეტი. მეორის გადასარჩენად წავედი. ეს დედამის შევტენე, რომ შენ მიხედე. გავწირე რა, რაღაც პანჩი. მაგრამ ჩემი ბრალიან რამე კი არ არის. სხვანაირად არ შემეძლო. მაშინ ის იყო ჩემი გზა, ჩემი რესურსი, ჩემი ხედვა და ახლა ის რომ სხვანაირად რომ მექნა და რაღაცეები, რაშიც ბევრი წელი ვიხარშებოდი, ხო? ნუ ახლა ეგ სისულელეთ მიმაჩნია, საერთოდ წონა არ აქვს მაგას. და მაგე დარდიან რამე არ მაქვს. განა ემოცია არ მაქვს, ან სიყვარული, ან მონატრება. მაგრამ მაქედან არ მოქმედებ. როგორ შეძელი ეგ, რომ მაქედან არ გემოქმედა? ყველაფრიდან გამოსვლით, ყველაფრიდან გამოდის. თუ ყველაფრიდან გამოხვალ, ყველაფრიდან გამოდიხარ. შესაბამისად მაქედანაც გამოდიხარ. გავყვეთ ტექსტს, ცოლი გამექცო და რასაც ვაწყობდი თავზე დამექცო. ამბობ. დამშორდა ბევრჯერ ვიყავი სერიოზულ ურთიერთობაში, რასაც ქვია ცოლ-ქმრობა, ოჯახი. ახლა ციფრის დასახელებას აზრია. ბოლო ურთიერთობა, როგორც წინებიც დამთავრდა დაშორებით. ამ შემთხვევაში მე არ მინდოდა დაშორება. არ ვიყავი მზად დაშორებისთვის. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და სერიოზულ მიჯაჭვულობაში ვიყავი პარტნიორზე, მეუღლეზე. და განსაკუთრებით გამიჭირდა რომ გავიგე რომ ის ჩემგან წავიდა და მე სხვასთან გაიჩიტა და ხო თუმცა მე ბევრჯერ გავაკეთე იგივე. ალბათ არ ვიცი. ყველა ჯერზე მეც გავაკეთე იგივე. ხა დავინახე მედლის იქეთა მხარე უბრალოდ. მაგის მადლიერის ხარ? რა თქმა უნდა, ეგ ლენო რო გარდაიცვალა, მაშინ ვერ მივხვდი. იმიტომ რომ ლენო რო გარდაიცვალა, მაშინ გადამრჩენელი მყავდა. აი ზუსტად ეგ, ვინც წავიდა მე. იმან გადამარჩინა და დამიჭირა ზედაპირზე და არ მომეცა საშუალება კარგად რო ჩავძირულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ ტკივილში ვიყავი, მაინც სულ იყო ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად მისი ხელი მეჭირა ხელში რა. არა მარტო თქვათ სულიერად ან საქმეში. მაგარი პარტნიორი მყავდა ვაფშე. ანუ ეგეთი სხვა არ ყოფილა რა. რასაც მე ვაკეთებ ცოლ-ქმარი რომ ერთ საქმეს აკეთებს, ხო? ვაფშე რაღაცა არის, კიდე კონექშენია, გარდა სასიყვარულო მეგობრობისა, კიდე საქმესაც ერთად ვაკეთებდით. და ბავშვი და ანუ სერიოზული ის იყო. მაგრამ აბსოლუტურად დაძინებული მდგომარეობიდან, დამოკიდებულებებიდან, ბევრი სხვადასხვა დამოკიდებულება, რა ვიცი, ყველა დამოკიდებულების რაღაცა არის. ჩემ თავში პაულო პრინციპში ხებრო რაღაც პროგრამებს რო შევეხე, ხო არის 12 ნაბიჯის პროგრამები ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანებისთვის, ვორკოჰოლიკებისთვის, ვალებ დამოკიდებულები და თამაში და ჭამკვებითი აშლილობა და თამაში და სექსზე დამოკიდებულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და დაიგნორებული არის, ან ხო ეს ყველაფერი რაღაც დოზით არის რა. თუ შეიძლება, იცი რა, საინტერესო იქნება რო გაიხსენო, როგორ გაიცანი ეს პარტნიორი. და
უკან რო გადაახვიო ამ ცნობიერები და ამ ცოდნით რატომ აირჩიე ის ან მან რატომ აგირჩია ეს წერტილები შეერთდა შენთვის იცი რა არის არ მგონია რომ რამე წერტილები უნდა შეერთდეს და არ მგონია რომ ეს უბრალოდ ესე გონებით და მატერიით უნდა გაიზომოს ყველა გამოცდილება რაც ამ ურთიერთობიდან მივიღე დაშორების ჩათვლით არის ის რაც მე მჭირდებოდა ამ ურთიერთობაში იმიტომ შევედი ამ ურთიერთობაში რომ მიმეღო ის სიყვარულიც და ის ტკივილი და ყველაფერი რა იმ დოზებით რა დოზებითაც მინდოდა ყველაფერი მივიღე უბრალოდ მაშინ მეგონა რომ ხო რაციონალურად გონებით და რაღაცაში ისაა დამნაშავე რაღაცაში სამყარო დამნაშავე ღმერთია და ასე შემდეგ რა და ჩემ პერსპექტივას მაზავდი ამ ასეთ დროს ანუ ჩემ ხედო მე რაც სიმჭირდება მე რატო თამაშობ ამ თამაშს ამაზე საერთოდ არ მქონდა კონცენტრაცია მქონდა მარტო აბა რა რეაქცია აქვს ხვებს როგორი თამაშის წესებია რა ვითარება მაგრამ ჩემთან შეგნით რა ხდება ან ჩემ თავზე არ ზრუნავდი მაგალითად აი ახლა აქ მოსული ვარ 6 საათზე ჭამა მიწევს ლანჩბოქსი მაქვს მანქანაში ამას არ ვაკეთებდი ანუ სხვისთვის შეიძლებოდა რომ მე ძირითადად ვიყავის მომლელი და წესრიგა ურთიერთობებში რა მაგრამ ჩემთვის ანუ ამ სხეულისთვის ზრუნვის ფოლდერი აქ სადმე ხონდა იყოს არ იყო ეს ის პერიოდია როცა რაღაცებს მოიხმარ რაღაც სუბსტანციებს ალკოჰოლს რაღაცებს მე ფრიზელი ყველაზე ფრიზელი ვიყავი ჩემს სამეგობროში вообще даже ხო რა ხო არა ვითარებ რა დამოკიდებულება სიგარეტის 2017-ში გადავაგდე ბევრჯერ მქონდა წლობით გადაგდებული და ნუ ახლა საბოლოოდ გადაგდებული მაქვს რაღაცა ხო რა დისციპლინირებული ფრიზელი ჩემი განგრეულობით პრობლემა არავის არ უნახავს მაგრამ მე განგრეულმა დაუცხე ოჯახს და გაიქცა რა სინამდვილეში და მე დავიწყე აღდგენა რომ სადღაც მთვრალმა ჩავყვინთე და ქვას თავი დავარტყი იქ რაღაცა ცუდად გავხდი და ვეგდე ჩემივე ნარწყევში სიონის ეკლესიის წინ მაგრამ მაინც არ ვიყავი მე დამოკიდებული რა არაფერზე ვიყავი სუფთა კრისტალი ხუთოსნების დაფაზე შუაში როდის დაიმსხრა ეგ მით შენში ეგ დაიმსხრა ენეიზე როგორ მოხდი ენეიზე გამოსავალში მოხდი გამოსავლიდან რაღაცა ინფორმაცია ხო ინტელექტუალური რაღაცა წესები ის ზეპირად ოღონდ აქ გულით არა აი თავში შევიდა რაღაცა წესები და მოდი ვწდი რა მე ხა ცოტა ის როგორ არის ინტერესი სიანი ის პერსონაჟი ვარ და მოდი აბა ვწდი ეხა ყველაფერს ვწდი, იმიტომ რომ მინდა რომ შემოbrunდეს, ეხა ლენოს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ოჯახის აღდგენის ის ქონდა ლომკა რა. და მოდი ოჯახის აღდგენისთვის დავიწყებ ჩემ თავზე მუშაობას, რაღაცა შევცვლი ისა. ხო და მოხდი სპონსორი რაღაცა და ნუ უკვე ეს ვიცის ხალხმა ყველა ფილმში მე აღმოვაჩინე რომ ყველა φιλმში არის ჯგუფები Breaking Bad-ში არის Fight Club-ში მანამდე ვერ ამჩნევდი მე აღმოჩნდა ეს სუწინ მედო ეს სპონსორი საინტერესოა რომ შენ უსმენ ადამიანებს და ჯერ შოკში ხარ რომ ვაიმე ეს მე არ ვარ და მე ხვდები რომ როგორ არ ვარ ყველა ვარ აბსოლუტურად და ეგ ის პერიოდია როცა შენი ცოლიც გამოსავალში დადის და ცდილობთ რომ შეერთდეთ ანუ რაღაცა სალსალკე აკეთებთ ოღონდ რითი დასრულდება ჯერ არ იცით მაგრამ ცდილობთ ორივე ხო ის რა ცდილობს არ ვიცი მე ვცდილობდი რომ შევერთდეთ მე მივიყვანე გამოსავალში ოკეი რამე არის რაც თქვა ეხლა როგორი ურთიერთობა გვაქვს აპატია არ გვაქვს ურთიერთობა საერთოდ დასაგები შენ რამე წყენები გააგდარჩენ რა თქმა უნდა ერთი ვაგონი და რას აკეთებ მაგისთვის აი ახლა საინტერესო კითხვა იყო შენ რამე წყენები გააქვს ხო ახლა ვინც სადაც მოუნდა მაგ კითხვაზე პასუხი ის კაცემა იმან თქვა რომ კი როგორ არა მაგ მაგრამ ეგეთი ბევრი ტიპი არის ახლა შენ აქეთ მხარეს ვისაც ელაპარაკები და მაგათ მიხედვით მე არ მოქმედებ
აი საუბარი შემიძლია ყველაფერზე. გაზიარება შემიძლია. დასამალი არაფერი არ მაქვს აქედან. ნახე მან დიდად არც მიჭირდა გულწრფელობის პრობლემა იყო, თორე არ ვთვლიდი რომ რაღაცას ვმალავ. ხო და მაინც შემიძლია რომ ჩემი ფასეულობის მიხედვით ვიყო და არა იმის მიხედვით რაც თავში ირთვება და წყენის მიხედვით. აი რო წარმოვიდგინე რომ ეხლა ამ გადაცემას უყურებს შენი ასაკის მამაკაცი რომელიც აი ამ რაღაც განშორების ფაზაშია რა და აი ეს ბრაზი შეიძლება კონდეს ეს წყენა ხო როგორ უნდა მოახერხოს აი შენი მაგალითი რა არის რჩევა კი არა შენს მაგალითზე შენი გამოცდილება რა არის რომ აი შეინარჩუნოს აი ეს ჰარმონია მოქმედებასა და ფიქს შორის რა ეს რაღაც დისტანცირება რო გაქვს რა გააკეთე მაგისთვის არ შეინარჩუნოს შემოუშვას პროსტა რაც არის ეგ რა რა უნდა მოხდეს შემოუშვას თუ უნდა გააკეთოს ექსპერიმენტი შეუძლია ყველას მე გავაკეთე ექსპერიმენტები რეაგირების ექსპერიმენტიც გავაკეთე არ რეაგირების ექსპერიმენტებიც გავაკეთე აი ხო ცოტა შეგიძლია ოდნავ კონკრეტულად მოყვე რაღაც кейსები რომ წერებს აკეთებდი რა ასე მარტივი ინტელექტუალური რაციონალური პასუხი ჩემი თავის და ჩემი გამოცდილების გაზიარების მხრივაც კი არ მაქვს სიმართლე რო გითხრა აი ნახე თავარი ჩემი შეცდომა იყო რომ მეგონა რომ აქ არის ტვინი და ამითი მოქმედებ წერან უკრავდი ფორტეპიანოზე აღმოვაჩინე რომ მინდა ხოლმე დაკვრა და რო არ უკრავ ცოტა დავიწყებული მაქვს და ისეთი რაღაცები დაუკარი რაც ძალიან დიდი ხანი არ დამიკრავს აქედან არ მახსოვდა სხეულს ახსოვს ესე იგი ტვინი მარტო ეს არ არის ანუ მთელი სხეული ტვინია მთელი სხეული ატარებს რაღაცა მეხსიერებას და ინფორმაციას ამასთან წვდომა სანამ არ დავაბრუნე იმიტომ რომ ერთ დროს მექნებოდა ამასთან წვდომა ის არ მახსოვს პროსტა ის რომ პატარა ვიქნებოდი ალბათ ამასთან წვდომის დაბრუნება ნიშნავს რომ აღარა Google-ში და რაღაცას რო კითხო საჭირო აქაა ინფორმაცია რა და საინტერესო ხდება უკვე თამაში უკვე მიმღებლობაც უფრო ადვილია გაბრაზებაც შეიძლება რაღაცა წყენა გასაგები არის მაგრამ აი ამ წყენაზე თუ არ ნაწყენი მოდი ესე გეტყვი მაშინ მებლოკება მოქმედების შანსი მაგრამ ამას თუ ხედავ რომ როგორც Netflix-ზე ფილმზე ხო არის რომ ცრემლიც მოუწდის ადამიანს ემოციები რაღაცა ჟრუანტელს გზნობს ხო მაგრამ ის ხო საერთოდ არაფერს არ ნიშნავს მის ცხოვრებაში პრინციპში სხვაგან არის აქ თბილისია და ფილმში რაღაცა ლოს-ანჯელესია ხო აი ასე რომ შევხედოთ ამ თბილისსაც რა რომ შევხედოთ ობიექტურად დისტანცირებულად და არ გავაკეთოთ კონცენტრაცია ამ რაციონალურ სოდნებზე რაცშიც გავიდა ალბათ ჩემი ცხოვრება ნახევარი ცხოვრება გავიდა არა ჭეშმარიტი რაღაცების დასწავლაზე და მე ამ ცოდნის გაღრმავებაზე და აღმოჩნდა რომ რეალობის სხვა მხარეებიც არსებობს ნებისმიერი რეალობის სხვა მხარეც არსებობს აი რამდენჯერ ქონია რომ იცი და უცებ შოკში ხარ რაღაცა სხვანაირად მოხდა ვერ ხსნი როგორ აბსოლუტურად მოულოდნელი რაღაც დადგა ჭადრაკის დაფაზე რასაც შენ არ ელოდი აი როგორ ხდება ეგ მე დაგიბრუნებ კითხვას და მან კითხვა გამიჩნდა ანუ შენ რომელი community-დან ხარ ადამიანების თუ სეგმენტიდან რომელსაც ბედისწერის ჯერა თუ იმის რომ ჩვენ ვქვნით ამ ბედისწერას საკუთარი თავის ყველაფრის ალტერნატიული რეალობა არსებობს ორივე შეიძლება რა იყოს ის რომ მე შემელია რომ შევქმნა რაღაცები ეგ გამოცდილი მაქვს ისიც რომ რაღაცა არ შემიძლია რომ შევქმნა ეგეთ ჩვენი ეს ლოცვა ეგ არ არის ხო ანუ სულიერი სიმშვიდის ლოცვა რა არის მომენტი გონება და სულიერი სიმშვიდე რომ მივიღო ის რისი შეცვლაც არ შემიძლია გამბედაობა შევცვალო რა შემიძლია და ამით რომ დავტკბე რა ამ პროცესით იმიტომ რომ სხვა შანსი არ არის მთელი პრობლემა არის ჩემი რადიო რო რეაგირებს და აფასებს რა არის კარგი და ცუდი და ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენ აღიარე რომ ხარ დამოკიდებული ადამიანი ეს ყველაფერი იმიტომ რომ საერთოდ ყველაფერი ვაღიარე ნებისმიერ კითხვაზე შემიძლია პასუხი გავცე ანუ არაფრის დამალო არ მჭირდება რაში მჭირდება აზრი მანამდე რას მალავდი
მანამდე მალავდი ყველაფერს ვითომ ვთამაშობდი გულწრფელს, მაგრამ მალავდი რომ სინამდვილეში არ მიყვარს ადამიანები, ჭირდება რაღაცაში ვიყენებ. არ შემეძლო უპირობოდ რაღაცის გაკეთება. სულ ვეძებდი მე რა სარგებელი მაქვს, აი ხა ამას რო შვები, რა სარგებელი მაქვს. უბრალოდ რაღაცის, აი აჯენდის გარეშე რაღაცის გაკეთება თუ არ შეუძლია ადამიანს ძალიან ცოდოა. მე ძალიან კარგად მისმის რას აი პროსტა რო აკეთებ რაღაცას. შავ გაქცევა შაუშანკიდან. პივას რო დაალევინებს თუ გახსოვს რა? თვითონ არაფერი, ანუ რა ის რა მოტივი აქვს ხა რა. პროსტა რა პივას დაალევინებს მთელი მას, რა ქვია, ზოგს სამუდამო პატიმრობა აქვს იქ რა. თვითონ არ სვავს და ამას რომ მიუტანენ, მე ვარ დაგადავანებიო დალევას დავიეუნებო რა. ეგეთი. ამ მოტივების ძებნას შეეშვი, აღარ ეძებ? ვინ შეეშვა? ვიღაცა ეძებს, ვიღაცა არა, მაგრამ ერთ თიმში ვართ. შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ. მოდი რაღაცა დღეს არ გავაკეთოთ. გასაგები. მოდი არ თუ მე რომელიღაც ჩემ ნაწილს არ ვიღებ, გარანტირებულია რომ ის მაკონტროლებს. ჩემი განვითარება ცალმხრივად რომ რაღაც კაი ტიპი ხდები, ასეთი რამე არ არსებობს. რამხელა დადებითი ენერგიაც მაქვს, იმხელა უარყოფითი მაქვს. თუ შემიძლია რომ გავაკეთო სიკეთე უპირობოდ. ბოროტებად შემიძლია რომ გავაკეთო. ამის მიღებაში არის, რომ მე ყველაფერი შემიძლია რომ გავაკეთო. ის რომ მე ამ რაღაცას არ ვიკადრებ, ხო? აი პირდაპირ ვიძახი, ეგეთი რამე არ არსებობს. ყველაფერი შემიძლია რომ ვიკადრო. აი რაც მგონია რომ რაღაცას არ ვიკადრებ, მან დარი ძაღლის თავი დამარხული. მან დარი საშიშროება, იმიტომ რომ იმისთვის მე მაშინ მზად არ ვიქნები. და რისთვისაც მზად არ ვიქნები, მან შეიძლება რომ გავარდეს თოფი. შენ ახსენე რომ რაღაც იგივე შვებოდიო რა, ნუ ცოლმა რაც ქნაო, მე სულ მანამდეო და ეხა სხვა რაკურსიდან დავინახეო, ხო? ანუ რაღაც სხვასთან წასვლის ამბავში. შენ მაგას რატო აკეთებდი? ანუ რა იყო რა, როცა მიდიოდი და არ ვიცი ამას რა ქვია, ღალატი დავარქოთ, მაგრამ შენ ამას რატო აკეთებდი? ეს არის სიცარიელის შევსების უშედეგო მცდელობების კასკადი რა. ანუ იმ სიცარიელეს იცი რატო არ ვისება ეგ სიცარიელეთან. ნუ კორჩემ შემთხვევაში არ არსებობს და ვერ შეავსებ. არატო ეგ შეგრძნებაა რომ სიცარიელია. ადამიანს რო ვაკისრებ რო ეგ შემივისოს, ეგ არის mission impossible. შეუძლებელი მე და გარანტირებულია კრახით დამთავრდეს ეგ კავშირი. არივსება ეგ, ანუ მე თვითონ უნდა აღმოვაჩინო რომ არა აქვს ის სიცარიელე. ჩნდება ჩაოლებრი ხა არ ვიცი წინა ცხოვრებაში რა მოხდა, მაგრამ ამ ცხოვრებაში ვიცი რომ მამა გარდაიცვალა და ოჯახი სითბო არ იყო ჩემთან. თვეები ამზრდი და მნიშვნელოვანია საუბრის დროს რომ ვიღაცას ჩრდილი არ მივაყენო რა. მაგრამ იმას გავაზიარებ რომ არაფერი გამორჩეული არ არის უმრავლესობას რომ და მე ვინც გავიცანი და გაზიარებები მოვისმინე უმრავლესობას აქვს ეგ. ზოგს ყავდა დედა და მამა სახში, მაგრამ მაინც ჰქონდა სითბოს ნაკლებობა, მაინც დეფიციტში იყო. იმიტომ რომ შინ ენერგიაზეა საუბარი. მე თუ გულით არ ვარ ჩემ შულთან იმას რაღაცა სუპერ მაგარი სათამაშოებდი, რაც ასევე მევასება, რომ მაგარი ოთახი და ეხლა რაღაც შვედური კედელი მოუწყვე და გიждდება ვინც მოდის ჩვენთან სტუმრად. ეგრევე მიაქანებს თავის ოთახში და აჩვენებს ამ კედელზე როგორ ძრება და უკვე შლის მაგას აწყობს რაღაც. ეგეც მევასება, მაგრამ ეგ უკვე ვიცი რომ ეგ არაა საკმარისი ბავშვისთვის რა. ბევრად მნიშვნელოვანია ერთად ვიძინებთ და ჩამეხუტე თვითონ მეუნება რა. ანუ ეს მომენტი ბევრად მნიშვნელოვანია. იმ დროს პროსტა რომ ფიზიკურად მის გვერდით დავწე ეგ არ არის. ანუ იმას უნდა რომ მივცე ჩემი ენერგია, უსაფრთხოება, ზრუნვა გულით და არა ტვინით. და არა ლოცვა, ანუ ლოცვასავით კი არ არის. უბრალოდ მაქვს ხა ეგ. მაშინ არ მქონდა. ანუ წინა შვილებთან ეგ არ მქონდა მე. ვერ ვაძლევდი ჩემ სითბოს, უსაფრთხოებას, სიყვარულს. და ეხლა ანუ
აი ეს ცვლილება ანუ წინა გიორგი გვაჯალაძე მამა 3 წლის წინანდელი და ეხლანდელი მამა რაღაც ყველაზე ფუნდამენტური სხვაობა რა არის? აი ეგ უცვლელობა? ფუნდამენტური სხვაობა ის არის რომ მე ვხედავ რომ ანუ ის 3 წლის წინანდელი გიორგიით აქ არის. ანუ მარტო ერთს ვერ მოიწვევ პოდკასტში, ყველა მოყვება იმას. ყველა როლით მოდის. ეს ამ სხეულის და გონების კომბინაციაში ცხოვრობენ ეგენი ყველა. ახლა ვხედავ უბრალოდ. ახლა შეიძლება რომ გაუჯავდე, მაგრამ უკვე ვიცი რომ ეს არის პროგრამა, რომელიც სხეულებ უჯრედულ დონეზე წერია ჩემთან. ესე რომ უბრალოდ მოვნიშნო და shift delete ჩავშალო, ისე დაგვიწყო ჩერტს. ასე არ ხდება, მაგრამ დანახვა მნიშვნელოვანია. სხვა სიტყვებით რო თქვა, ხო? ამ ინფრასტრუქტურით ცხოვრება არის საინტერესო, ჯერ არ ვიცი. ახლა სწავლობ როგორ ვიცხოვრო ახალი ცნობიერებით, მოდი ასე ვთქვათ. იმ ცნობიერებით, სადაც სისულელეა ამ თამაშის მისი წესების და სხვა მოთამაშეების დადანაშაულება. უმეცრება არის, ანუ არა, ვიჯერ სანტა კლაუსის გჯერა. აი სანტა კლაუსის ნაირი ჭეშმარიტება ეგ რო იქ თამაში ვიღაცა დამნაშავე ან წესები ან ღმერთი ან რაღაც. გავყვეთ მაშინ ხო? რაღაცებს შევეხეთ და ამიტომ ვცდილობ რომ გადავახტე. დამკვირვებელი წონასწორობას მეც სიყვარულს და ნაკლებ ღორობას. ეს ფრაზა რას ნიშნავს? ობიექტური ობზერვაცია. მოდი ვიტყვი, მაშინ ვიპასანაზე ვიტყვი, რა გადამწყვეტი რაღაც იყო ჩემთვის, რომ ზუსტად გუშინ აღმოვაჩინე ეგ მოწერილი ჩემმა მეგობარმა მომწერა მე როცა მეუღლე რომ დამშორდა და მეგობრებს რომ გაუზიარე რომ რაღაცა მე 100,000 ისევ მარტო ვარ. ერთ-ერთს მოუწერია რომ არის 10 დღიანი მედიტაცია, ქვია ვიპასანა, დასერჩე და რეგისტრირე რაღაც, მაგრამ ეს მესიჯი მე არ გავხსენი რა. გავხსენი 4 თვის მერე. ანუ გავხსენი, ეგრევე ვეცი ამ მესიჯს, ეგრევე დავრეგისტრირდი და იქიდან ერთ თვეში უკვე გავლილი მქონდა 10 დღიანი მედიტაცია. მე მოვსვენარს, სადღაც წავედი ბოდიში ამ გამოთქმაზე და პროჭში, ანუ ნეპალიდან კიდე კატმანდუდან კიდე სადღაც. თვითმფრინავი ქუჩაში გაჩერდა. აი სადღაც ტყეში. ინერციით, ანუ არ ვიცოდი რაზე მივდივარ. და 10 დღე ვიყავი იქ სამედიტაციო ცენტრში. ჩუმად თელ დღე და ღამე მედიტაცია. არაფერი სხვა არ ხდება. მარტო მედიტაცია. ჯუნგლებში მიტოვებულ ნანგრევებს გავდა იქაურობა. რომ დაიწყო მედიტაცია, სხვა მედიტატორებიც გამოჩნდა. მარტო ქართველი შენიყავი? ქართველი მარტო. ყველა ლოკალი იყო, მე და ერთი გერმანელი გოგო ვიყავით. რომელიც სხვათა შორის შემდეგ კურსზე, ხო რაღაც თვეების შემდეგ მსახურად წავედი იგივე პრაქტიკაზე და ეს გოგოც გამოჩნდა ისე მსახურად. უცნაურია რა. თბილისი პატარაა, რო ვერ ვიტყვი ეგეთ. აუ მოდი ცოტა ხანი ისე რა ქვია დავრჩეთ მაგ ნეპალში თუ შეიძლება რა. 10 დღე. ხო, რა ხდებოდა? ანუ მეც სადაც სუმხდება ხოლმე ვიპასანა ხან ბორჯომში, ხან ბაკურიანში და ვიცი რაღაც ყველა ჩუმად არის და სიჩუმის მედიტაციაა რა. და რეალურად რა ხდება და რა ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს რა, ანუ რას გაძლევს ეს კონცენტრაცია? წარმოიდგინე რომ ყველაფერი რასაც ხედავ არის ისეთივე ტყუილი როგორც სიზმარშია ხოლმე. წარმოიდგინე დავუშვი პროსტო. და ძართულია. ხო, მაგრამ როცა რა, ანუ ხო ქონია რომ გაიღვიძო ვასიზმარია, ხო? წარმოიდგინე რომ აქედანაც გაიღვიძო ეხა. და ზუსტად იგივე ეფექტი სიზმარში ხო ქმნის სხვა პერსონაჟებს. ბრძოლის ველს იმათ თავში აზრებსდებ. ყველაფერი ხო შენ გონებაში ხდება, ხო? კი. აღდადეგრია. სხვა ვარიანტი არ არის. იქ ინსეფშენ შპრიცი რაღაცები ხო არ არის, ხო? მარტო შენ ხარ, ხო? ხო და იქნებ იგივე რაღაც ხდება აქაც. იქნებ. მაგრამ მაგისტვის მნიშვნელოვანია სტოპ, პაუზა. ყველაფრის გაჩერება. და იქ პაუზა არის. ავტომატურად ციხეში ხარ, პასპორტი, ტელეფონი ჩამოირთვა და всё, რო გაიგზე,
უნდა მოელაპარაკო ტიპებს, უნდა დაგიბრუნონ ტელეფონი და პასპორტი. ისე ფეხით ეხა იმ კაკრას ისეთ ჯუნგლებში მოხვდი, რომ იქიდან ვარიანტი არ იყო. даже მე რომ მორჩი და რო უთხარ ტაქსი გამომიძახეთ თქო, სამბორბლიანი რაღაც ველოსიპედით მოვიდა ტიპი, მაგან წამიყვანა აეროპორტში, რომელიც სიამოვნებაში ქუჩა იყო. ანუ აი გავიჩალიჩე, რომ საიდანაც ვერ გაიქცევი ეგეთი ადგილი. და მინდოდა გაქცევა მე-9 დღეს სხვათა შორის და მსახურმა მითხრა, რომ რა საკეთებ, ერთი დღე დაგჭაო და სად გარბიხ. არაფერს არ აკეთებ, მარტო მედიტირებ დილის 4-დან ღამის 10-მდე. არაფერს არ აკეთებ. წერა, კითხვა, ვარჯიში, რამე. მარტო საშვებია, რომ დაიბანო და ეზოში შეგიძლია ისეირნო. სირბილი, ჯოგინგი რამე არა. просто ისეირნო და დანარჩენი რაღაცა პოზას ირჩევ, რა პოზასაც გინდა ნებისმიერ და იმ პოზაში ჯდები, თვალდახვიჭული, არ მოძრაობ. აძლევ შანსი, იქნებ რა ხდება. შოკია. ადამიანის რომელიც ამ სამყაროში და ჯიპი და ვაკეში ბაითი და აიფონი და რაღაცები მაგისტვის მოიც ერთი წუთი რა ხდება და ხო მაგ დროს ჩდება შანსი ფაქტი არ არის რომ მაგას ვინც გააკეთებს ყველას მაგრამ შანსი უჩდება რომ აღმოაჩინოს სინამდვილეში რა ხდება მის სხეულში იმიტომ რომ როცა გონება იწყებს რეაგირებას უკვე გვიანია ყველაფერი ეგ გაბაზრებული სხვა არის მეცნიერული კვლევა, რომ ჩვენ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, უკვე არის მიღებული გადაწყვეტილება. აი ამ ტექნიკის ენაზე რო გავშიფროთ ეგ, ყველაფერი არის ნუ მე რო არ გამოვიგონ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად თარგმნაში ვარ, მსახურებაში ჩართული, უკვე მალე იქნება ქართული კურსი რა. ინგლისურ ტერმინებს ვიტყვი. Cognition არის პირველი, რომ გონება მეუნება, რომ რაღაც შეიცვალა. თვალი, ყურით, ყნოსვით, გემოთი, შეხებით, რომელიღაც შეგრძნების ორგანოთი. შეიძლება აზრი შემოვიდეს. შემდეგი ეტაპი არის recognition. ანუ ეს ჩემთვის კაია თუ ცუდია. და ამის შემდეგ არის შეგრძნება სხეულში. მესამე. აი მეოთხე არის რეაქცია ჩემი. რომ მაგის დედა ამიფრა კაია. 1 2 3 4 შეიცვალა, შეფასდა, განიცადა სხეულებრივად, ოღონდ ამას ადამიანი რომ გამოტოვებს მაზავს ამას ვინ ფიქრობს ეხლა რაღაცა რო ხდება სხეულს როდის აკვირდები არასდროს და მერე არის რეაქცია ანუ ჯერ სხეული შეგრძნება ანუ ფაქტობრივად სხეული არის ეგეთი მდივანი რომელიც გეუნება ბოს ბრაზი მოდის რაღაცა მოდის და ამას მაზავ და ეგრევე იწყებ რეაგირებას ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს უჭირს შეინარჩუნოს ფასეულობა თავის ფასეულობიდან და даже რაციონალური იყოს თავის სურვილებთან და მიზანთან თანხვედრაში იყოს იმიტომ რომ გაბრაზებული მოქმედებს სპონტანურად რა თვითონვე აფუჭებს თვითონვე იჩალიჩებს ასე ვთქვათ ამ ტექნიკით შეუძლია რომ აღმოაჩინოს შემდეგი რაღაც დარჩეს მესამე ფაზასთან დაკვირვებასთან სუსტდება მეოთხეს ლომკა და უკვე შეუძლია კი არ მოახდინოს რეაგირება, არამედ იმოქმედოს ჯანსაღად. იმიტომ აქ პატარა პაუზა არის. აი აქ თვალის დახამხამებაზეა ლაპარაკი, რომ რაღაცას უგრძნობს სხეულში. ჯერ უგრძნობ. სინამდვილეში აი დამოკიდებული ადამიანიც იმაზე კი არ არის დამოკიდებული, იქ რაღაცა გემოზე თუ რაღაც ისე. даже არც ეფექტზე არ არის დამოკიდებული. სხეულებრივ შეგრძნებებზე არის დამოკიდებული და ქვეცნობიერად სხეული აჩალიჩებს ამას, რომ ეს შეგრძნება ისევ მინდა და ადამიანი შედის რაღაც ურთიერთობაში, ჭამს რაღაცას, ყიდულობს რაღაცას, მოიხმარს რაღაცა ცნობიერების შემცვლელს. შეგრძნები არის ჯერ. ესე იგი შეგრძნებაში არის ძაღლისთავი დამარხული. ხო. და მე რამდენი დღე იყო მაგ უცებ ბოლო კითხვა რომ მორჩით მაგ ვიპასანაზე, აი მე რამდენი დღეს მივხვდი მეცხედას რო გინდა და გამოგცეო, ოკეი, მაგრამ როდის მივხვდი, რომ როდის იგრძენი რა ის მეოთხე და ეს რეაქციამდე როდის ჩახვედი. ეგ მესამე კურსზე ვიგრძენი, რომელიც მარტომ გავაკეთე სახში, აი კლიპში. ოკეი. სადაც ვზივარ, ეგ არის ჩემი სამედიტაციო ადგილი მართლა. მან დუჯექი 10 დღე. რო გავაკეთე ცენტრში ერთხელ მე მსახურებაც რო გავაკეთე, მსახურების დროს მასწავლებელია იქ, რა. მასწავლებელმა მითხრა, რომ გააკეთეო self-კურსი, იმდენად უბრალოდ მითხრა. თავიდან კი შემძრო მეთქი მარტო როგორ, ეხა
ცენტრში მაინც გივლიან, გაჭმევენ, სახურება, რაღაც სხვა ადამიანები არიან და სულ მარტო როგორ. მაგრამ ამან ისე გამიგორა ეს. რამდენი დღიანი გააკეთა? 10 დღიანი. საო 10 დღე? მარტო აი წან. მანდარი. ხო, მივხვდი. ეხა უკვე ყველაფერი გასაგები, ეჩემო გიორგი. გავაგზელოთ? ძალიან ის არის, რა ქვია. შემდეგი რაღაც მერიდება, რაღაც ყველაფერს აკითხვა, რა შენ დაწერილია ყველას მოусმენია და რამე ისე სხვა უკითხულო. ბავშვმა იკითხა დღეს დედა მოვა? ხო, დროა დასრულდეს ამაზე გლოვა. მართლა კითხულობს ხოლმე და მეც ეგრევე მენთება, რომ აი დედა რატო არ არის? იმიტომ რომ დედა წავიდა რა. ანუ ეს სუხდება, ის კი არ არის ტრანსფორმაცია, ის კი არ არის რომ ეს გაქრა ყველაფერი. დალაგდა პროსტა. დალაგებულია. ამის ყურება შეიძლება. აი ფილმს ფულს ვიხდით ხო კინოს რო უყუროთ. აგერ უფასოა და შეგიძლია უყურო ამ უფასო კინოს რა და მე მიხვდები სად შეგიძლია ენერგეტიკულად ცვლილება რა რომ ჩემი კონცენტრაცია იმხელა ბრაზი მიუღებლობა მაქვს მაგ მოვლენის რომ შეუძლებელი იყო მაქედან დალაგება ურთიერთობის შერიგება ან რამე კარგი არავინ არაფერს შეშერე მე ვარ მე ვიწევ ამ ყველაფერს ხო არის იქ მე ვიწევ ამას და დავიწყე თესვის ჩემზე აღება, შედეგის ღმერთზე გადაბარება. ხო რა, რაღაცის გამო რაღაცებს არ ვაკეთებ. ეხლა აქ რაღაცის გამო არ მოვედი პროსტა. რაც არის მაინტერესებს რა მოხდება ბოლოს. ღმერთზე გადაბარება რას გაძლევს? თავისუფლებს. შო, ჩემზე აღარა. მე ვიცი რომ მაის ჭიქარო გადავაყირაო ეს წყალი დაიღრება. მაგის იქეთ არაფერი არ ვიცი. და იმის დაშვებაც მაქვს რომ რაღაცა არ ვიცი. ისე მოხდეს რომ ეს წყალიც ვერ დაუყარა. მაგრამ შენ წარსულში იყავი ტიპი რომელსაც ყველაფერი იცოდა ეგრეში იყავი? ясნია, ყველაფერი ვიცოდი ყველაზე კარგად. ხო. ანუ და შენ ასწავლიდი და ეხა მომისენ შენ ან ვასწავლიდი კიდევაც რა, ანუ გურუ და რაღაცა სენსეი და სანამ არ ჩამოხვედი ამ პედესტალიდან, ხო? მანამდე შენთან არ დალაგდა არაფერი? ჩამოსვლაც არაა საჭირო, დანახვაა რომ იქ ხარ. ჩამოსვლა ასლები, აი პროსტა ცოტა ხანი რომ გააჩერო რა. აი ეხა რჩევა არ მიცეო რა, ესე. ეგრე ამბობენ. შემიძლია ეს თქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს პირველი 10 დღიანი ვიპასანა, იმიტომ რომ ეგ იძულებით იყო ყველაფრის დაპაუზება. ეგ იძულები, ეგ მივხვდი რომ მე მაღაზე ვერ წავალ, იმიტომ რომ ნახევარი თბილისის მუსიკოსები მყავს მოგმული და იმათ ღამე უცებ პროსტა აუდგებათ და უნდა მოემსახურო, ჩაწერო, იკაუსწორო, რაღაცა დაუყვავო თუ ცუთხოძეა, მოუარო უნდა. ბევრნი არიან. ამათ ეხლა რომ უთხრა რომ მე 10 დღე არ ვიქნები. გამოდის რომ რავი ლიმონკა გავხსნა ჩემთანვე ზალა ოთახში. ამიტომ არავის არაფერი არ აუხსენი. პროსტა დავიკიდე და რა მოხდა? გამორთე. ვინც ასასვლელი იყო, წავიდა, ვინც დასარჩენი იყო, დარჩა, არაფერი არ მოხდა. საქმის პონჩი არაფერი არ გაფუჭდა, ჩემი მატერიალური შემოსავლის ხრივ არაფერი არ გაფუჭდა. მიუხედავად იმისა, რომ მე 1 წელი არ მუშაობდი. და ვალი მქონდა 9 მილიონი. და ვაფშე ისეთი წერტილებიდან იხდებოდა ეს ვალი, არ ვიცი, ხა მაგაც ალკე გადაცემა შემიძლია. და ეგ მაგას რას აბრალებ? ეგრე რატო ხდება? არ არის დაბრალება, ისედაც მაგას მე მაქვს ილუზია რომ მე ხა ვაკეთებ რაღაცას. და ექსპერიმენტი რო გავაკეთე, რო გავჩერდე, აბა ის თვითონ კეთდება მაინც. ის კარგიც, ცუდიც, ყველაფერი რა. ანუ რაც ჩემმა გონებამ იცის რომ კარგია, ის თვითონ ხდება და რაც იცის რომ ცუდია, ის თვითონ ხდება. რაზეც ვარ კონცენტრირებული, ის ხდება მეტწილად. დაურეგისტრირდი პირველ უზრდაზე ეს გამომრჩა. რა მოხდა? პირველ უზრდაზე რა ისწავლე და თუ შეგიძლია რომ პირველი დღე გაიხსენო. კი, როგორ არა. შევხვდი ჩემ მენტორს ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, რომელსაც ადრე მევაძლევდი ხოლმე რჩევებს, მითხრა რომ დავა ეხლა აქ რა. შევხვდი, მირჩია ეს კურსი.
დავდიოდი ბეჯითად ვიწერდი, მთელი კურსი დავწერე პასტით, არა მარტო ის, რასაც გვაწერინებდნენ, არამედ მთლიანად პირველი ეტაპი ჩავიწერე, მე ამას ვკითხულობდი, მოვლენებს წერდი რაღაცა და ერთი იყო ეგეთი რაღაცა. მე თითქოს გურული და სწრაფი და რაღაცა ვითომ ეგეთი პროგრამაც მაქვს, მაგრამ სიამდვილეში გამოცდილებით რომ გავიხსენო, რაღაცებს აი მივიპასანას მესიჯივით ცოტა დიდი ხნის მერე ვიღებ ხელში რა. მთელ ამ კურსში გადამწყვეტი იყო ჩემთვის ერთი ფრაზა. მედიტაციის მომენტი მნიშვნელოვანია. ანუ სამთვიან კურსში რამდენი ინფორმაცია გაიცა, ხო? ბევრი შეხვედრა, რაღაც 30 შეხვედრა, თითო 2 საათიანი. რამდენი სიტყვა იყო, რამდენი წინადადება. მედიტაციის მომენტი არის მნიშვნელოვანი და მე საერთოდ არ ვიცოდი რა არის მედიტაცია. დაჟე იქ რო წავედი, მაშინაც არ ვიცოდი მედიტაცია და მე აღმოჩენე რომ ადამიანებმა არ იციან რა არის მედიტაცია. რაღაცას YouTube-ზე ჩართავენ და არ არის ეგ. ეგ ვაფშე არ არის. მე არ ვიცი. ხა რო გითხრა რომ მედიტაციის ყველა პრაქტიკას შევხედე ორ არა. შენთვის რა არის მედიტაცია? შენი მედიტაცია რა არის? ჩემი მედიტაცია არის ვიყო გაცნობიერებული და გაწონასწორებული. სულ ვიყო აქ და სულ აკვირდებოდი რას გრძნობ. მე ჩემი სხეულის ფარგლების შიგნით და არა გარეთ. ერთი კითხვა გამიშდა ეგეთი. შენი ოჯახის წევრები, ანუ აი, ოღონდ არა მეუღლეს გულის ხომ, არამედ აი სხვა ოჯახის წევრები რა. ლეო არის მარტო ეგ, ჩემი 5 წლის შვილი. და ოკეი. აკეთებს მედიტაციას 15 წუთი შეუძლია, ეხა ხდება 5 წელს. აი რამ ხელა ისე რომ ბავშვი არ უნდა ასწავლო, შენ როგორ ცხოვრობ. მაგალითად. შენი ცხოვრე და всё, მოვიდა დაჯდა და მეც მედიტაციას ვაკეთებდი და დავტოვე ჩართული ტელეფონი, იმიტომ რომ ეხა მისის კი არ დავიწყე რაღაცა. და რომ მორჩი მედიტაციას, მე ნახე ის ვიდეო, რომ იჯდა 15 წუთი და მედიტირებდა. ნუ ეხა ცვლიდა პოზას ზოგჯერ რაღაცა შეიძლება რაღაც მომის თვალიც გაახშნა და 15 წუთი 15 წუთი დაჯდა ბავშვი და დიდ ადამიანს 15 წუთი ესე ადვილად ვერ ზართული 5 წუთი ზართული. კაი, ისე მინდა ოდნავ უკან გადავახვიო, როცა მუსიკოსებზე ამბობდი, რომ მომული მყავს ამდენი ადამიანი და მყავდაო და პასუხისგებლობა და ასე შემდეგ. რაღაც თუ იქონია გავლენა შენს მოხმარებაზე, დამოკიდებულებაზე, ალკოჰოლზე, ნივთიერებებზე, ამ წრემ და ამ კომუნამ, რამ განსაკუთრებულად. თუ თვლი რომ არა ისინი მაინც სადღაც არ უნდა ყოფილიყავი, იგივე განმეორდებოდა. თუ აი ეს ნაწილმა რაღაც უფრო ხوار დაამძიმა თქო რა. არა ვიცი, არ მაინტერესებს ეგ რაღაც თეორიაა და ჩემთვის არა საინტერესო. ისე იქნებოდა, ასე იქნებოდაზე მახსენდება ბებიას რო ის ქონდა და ბაბოა იქნება. არ არის ჩემთან, რა ვიცი, ის რა ყოფილი. ყველაფერი ისე არის, როგორც არის. რაც მოხდა, სხვანაირად არ შეიძლება რომ მომხდარიყო. Matrix-ში არის ეგ რა, ეუბნება რომ სხვანაირად არ შეიძლება რომ მომხდარიყო. რატო და იმიტომ რომ ცოცხლები ვარ. ცოცხალი ვეთანხმები მაგ თეორიას. არ ვიცი, ეგ არ მაინტერესებს. ფაქტია რომ მე არ ვიცოდი ამ ყველაფრიდან სარგებელის და გამოცდილების აღება. და კარგია რომ მეორდებოდა სანამ არ ისწავლე. ვისწავლე რომ მივიღო გამოცდილება რა. ოკეი. გავთავისუფლდე ხვდები, აი თავისუფლება რა არის შენთვის? აი მითხარი. აი მე აი ალბათ არის ზრუნვა და არჩევა, რაღაცის არჩევა რა. და მე ამ არჩევანის დაცვა. ანუ ოღონდ არაკბილები დაცვა, მაგრამ გააზრებულ, აი რო ვიცავ რა, ეგ არის რომ აი მე გადავწყვიტე და ეხლა მე ვაკეთებ ამას. ხო, პასუხისგებლობის შენ თავზე აღებას გავს, რასაც ყვი. ხო. yes. всё, პასუხისგებლობას იღებ რა. ეგ არის. თავისუფალი ხარ. მანამდე ხვდები მუდმივად თითქოს სხვა აკეთებდა ამ არჩევანს. ან ალკოჰოლი ან რამე სუბსტანცია, სულ რაღაცის ტყვერო ხარ და ეხა ამებისგან თავისუფალი, ხა პერიოდი იყო რომ ნიკოტინის შემთხვევაშიც რა, ანუ დილით რომ უნდა ვდგარიყავი, ხამე რომ დამეძინა. და ეს თავისუფლება არის რომ მე იმიტომ კი აღარ ვეწევი, არამედ გავაცნობიე რატო აღარ უნდა მოვწიო და ყოველ დღე რო ვდგები, დილით ვაკეთებ არჩევანს, რომ დღესაც არ უნდა მოხსნე მე ფხიზელი დავრჩები და სიგარეტს არ მოვწე. და ამ არჩევანს ვიცავ რა.
ეხა მაქვს იქ საშუალება. მაგარია. გილოცავ. მადლობა. კაი. მე მგონი მისამღერზე მივედით. გამოიღვიძე და იქ შემხვდი. სადაც დარჩა ბოლო იმედი, გამოიღვიძებ და იქ გნახავ შენს სიყვარულს გულში ვინახავ. ეს ლენოზეა? არა. მარა, ოკეი. რას ნიშნავს? მისამღერის ინსპირაცია არის ნეპალში რო ვიყავი სასტუმროში, ქვაზე ეწერა ინგლისური თარგმანი რუმის ჯალალედინ რუმის ცნობილი ერთ-ერთი გამოთქმის. Somewhere beyond right and wrong there is a garden. I will meet you there. ანუ სადღაც მართალის და ტყუილის მიღმა არის ბაღი და იქ შეგხვდებიო რა. საკუთარ შემეხო რა. არ არის, ანუ ეს თავიდან ხო თქვი, ანუ დედაზე არის. ეს არის ჩემ ყოფილ მეუღლეს იმ წამს მაგან დამამოტივი რა. ანუ ამ რუმის გამონათქვამმა ესე რაღაც ესე გაიშალა ჩემში რა, მაგრამ მას მიუძღვენი ეს მისამღერი. საბოლოოდ რო გავაკეთე ახლა ტრეკი და რომ მეზარებოდა, მაგრამ მაინც რო დავწერე ეს ლექსი, ხო? რომელიც ახლა ამის წინა პოდკასტში თხოვეს რომ იმღერეო და ძალიან გამიჭირდა ესე სულ მოუთქმელად თლიანად თქვა, იმიტომ რომ ინტენსიური ბევრი ტექსტია რა. ეს მთელი ტექსტი და უკვე ეს სიმღერა ეძღვნება ყველას, ვინც ამას усმენს. ანუ ვინც ჩართო და მოусმინა, იმას უძღვნი. ყველა ადამიანს მეც ხო ჩავრთე, მეც ხო ობიექტურად მე ჩავრთე მოусმინე იქ დამთაგეს რაღაცა ის არა, მეც მოусმინე, ისე არა როგორც ჩემ დაწერილი, ჩემი დაწერილი არ არის სინამდვილეში, ეს არის სამყარომ რაღაცა მადლობა სამყაროს რომ მე მომაყოლა. მაგრამ ხო თქვი რომ იქ რუმი, გამოცდილებები, ამდენი ადამიანები, ტკივილი, სიყვარული რაღაცა და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ობიექტურად აღქმა. და მეორე ნაწილში ამის დრამატურგიაში სიტყვა ნარკოტიკი ჩდება, რას როგორც გითხარი გამოსავალში უსმენდით ხო ხდებით ძალიან ბევრს ესე მოხდა რა და როგორც შენ თქვი რომ ყველას უძღვნი, აი ვინც მოისმინა აი საკუთარ თავზე მიიღო, თითქოს შენ მათთვის დაწერე რა, როი თითქოს სწორია. ხო. და ძალიან კაი იყო რა, ძალიან და მივხვდი რამდენად აკლიათ ადამიანებს ამ ესეთ სოციუმებში ძალიან ტაბუირებული არის, რომ შენ ცუდი ხარ, რომ მოხმარებელი იყავი, რომ რაღაც პრობლემა ქონდა, რომ დამოკიდებული ხარ, რომ უნდა დაიმალო თითქოს, ხო? და უცებ ვიღაც გამოდის და მღერის ამაზე. ამ ადამიანებს უმსუბუქდებათ ეს მდგომარეობა. მათ შორის ისეთ ადამიანებს, რომლებიც ახალმოსულები არიან რა. ანუ მათთვის სადღაც პოდკასტში ნამღერი შენი მთელი ეს ისტორია აი ამ ტერმინებით, რომლითაც ისინი ახლა სწავლობენ, ხო? დასამალი კი არა აქვთ, ანუ რაღაც თითქოს ხელფეხი გაიხსნათ რა. და მე ვნახე აი ეს გაფრთიანებული ადამიანები და ეს სახეები, რომ ნახე სანდრო, შეხედე, ჩამიდე, ნახე, მოისმინე და ვაუ, ძალიან კაი იყო. ხო, მაგიტომ ამბობ, რა არ ვიცი მომავალში კიდე რა ეფექტი ექნება, იმიტომ რომ ძალიან ახალია ჯერ. და ალბათ უნდა დაღვინდეს და ამის შედეგებს შენ პირველ რიგში ალბათ მე ნახავ, იმიტომ რომ მე ვნახე რამდენიმე ადამიანის გაცისროვნებული თვალები, რომ ვიღაცამ შეძლო და რაღაც დამალვის გარეშე სიტყვა ნარკოტიკი იხმარა ან რაღაცა რა, ღმერთი ახსენა და გადაბარება, ხო? ხო, მან და არის პიროვნული ზრდის ტერმინები. ლაიტ მოტივები. კი, ექსები. ნუ რაღაცა ხო გჭირდება ეს, რომ გადმოვცეთ რაღაცები. მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს არის ჭეშმარიტება და საბოლოო რეალობა. ხო, რა თქმა უნდა. ჭადრაკია რა, იქ რაღაც სხვა თამაშია. და ამიტაბზე შეიძლება დომინო. yes. ხო, არაფერი, ანუ სისულელეა. ჩვენც რასაც ვლაპარაკობთ. სისულელეა. კი ბატონო. დავაფიქსირებ ამას, რომ რაღაცა მარჩა თვალოს, რომ იმის ჭკუას მოსწავლი. არა, და რამეს პროფესიონალები ვარ. არა.
რაღაც თამაშია. სისულელეა რა. ამ თამაშის უკან რო არის სუპერ თამაში, იქ საერთოდ არანაირი ტექსტები არ არის. არაა ტექსტი. ვერ იქ რა ტექსტი ვაფშე. ტექსტი უკვე ნიშნავს უსასრულო ცნობიერების დავიწროვებას, რომ ამ პატარა თამაში წარმოიდგინე, რომ მთელი ადამიანის უნარები დაავიწრო მხოლოდ ჭადრაკის თამაშამდე. აი იმის უკან არის კიდე თამაში. რომელიც არის დავიწროვებული, რომ ამ სამყაროში შემოვიხედოთ და რაღაცა გავაკეთოთ რა. და შესაბამისად მან ჩდება უკვე ეს წყენა, ბრაზი, მიჯაჭულობა, რაღაც ემოციებზე მოჭიდება რა. და ეს ემოციები რო გვაქვს ხო ასწორებს. წარმოიდგინე რო არ გქონდეს, ცუდი იქნებოდა, მაგრამ რაც არის ის ადამიანმა არის რომ ეს არ არის აუცილებელი აქედან მოქმედება. ის განიცადე პროსტა. რაღაც მომენტში ისე გართულდაო, აღარ მომშვიდებს ჭამა და სექსი, სიამოვნების ძებნა დასულა და მეც დავწერე ასეთი ლექსი. ჭამა და სექსი გამშვიდებდა. ანუ იყო ეგ პერიოდი. ყველაფერი მომშვიდებდა. ჭამა, სექსი, ნუ ჩემი ძირითადი ყველაზე რთული ჩასახსნელი ეგ არის. ყველაზე რთული. რას გულისხმობ? სექსოჰოლიზმი არის რა. ჩოლი როგორც ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, კვებითი აშლილობა, სექსოჰოლიზმია. დამოკიდებულების გონია რომ ის კავშირი აქვს და კავშირი არ არის სექსი აქვს პროსტა და გონია რომ სქესობრივი კავშირი ეგ არის და ეგ არ არის. როგორ არის ეგ? კავშირი არ არის, კავშირი იჭრდილება. სექსით იწყება რაღაცა ურთიერთობები და რა ვაფშე არა აქ მან ჰეპი ენდი ვერ იქნება შეუძლებელი. ანუ შენ შეგიძლია თქვა რომ ხარ სექსაჰოლიკი ადამიანი? ვარ სექსაჰოლიკი. გამარჯობა, მე გიორგი ვარ და მე სექსაჰოლიკი ვარ. კი, who's not? გამოვიდეს ვინ არ არის. თუ ვერ მოიხსნის სახში ვერ დატოვებ. როგორ უნდა გათავისუფლდე მაგისგან? ძალიან სერიოზული მუშაობა, საჭირო რომ ამოიცნოს ადამიანმა. კი, აი თუ ნარკოტიკის და ალკოჰოლის ან გემბლინგის შემთხვევაში ეგეთი მატერიალიზირებული და ხილვადი არის რა, რომ აი სუბსტანცია მიიღე ისე. სექსაჰოლიზმის შემთხვევაში რა ხდება? ანუ რას მოიხმარ? ამაზე ასეთი ნათელი რა უნდა იყოს? თვითონ ენეიზეც რა ვიცი. აი ტიპმა უღალატა ცოლს და მერე დასრივა. მერე კი არ დასრივა კაცო. იმან დასრივა და მერე პახოდუ გაიჩხირა. მე ასე ვხედავ. განვიხილავთ ხო? ჩემ აზრს ვიცახი. ხო, არა. ჩემი აზრი ეგ არის. ამას სერიოზულად არ უყურებენ ტიპები. აი გულწრფელობა სადაა გულწრფელობა? ეგ ეგ არ მოიცავს ანუ გულწრფელობა მაგას. მანდარი მნიშვნელოვანი გულწრფელობა. ვნება არის პრობლემა. იგივე ვნება არის, რატომაც ტიპი იჩხირავს, რატომაც ჭამს ღამე რაღაც არაჯანსაკვების თელ იმას ჯამს და არასაჭირო ნივთებში ხარჯავს ფულს ამ დროს ვალი აქვს. რატომ აკეთებს ამას? ვნება არის კაიფი. აი ჩეკაუთის დროს ის ტრიალებს ჩეკაუთი და რაღაცა ხუთნიშნა თანხა დახარჯა ტიპმა და მე რა ვალი როცა გაქვს ამ ფულს რატო ხარჯავ? ღამე რატო ჭამ? რაში გჭირდება? ვერ დაიძინებს ხეული, ვერ დაისვენებს ხო? ეს ხა ძალიან მარტივი ეს არის რა, ფაქტია. აი და სექსის შემთხვევაში გაქვს სექსი, აი რაღაც მორჩი ამაგც და ის რაღაც პერიოდი კარგად იყავი, თითქოს შეგიოს. რატომ საიდან გაქვს ეს სექსი? იმიტომ გაქვს რომ რაღაც ცუდი დღე იყო სამსახურში და მე ხვედი და ვინც გეგულება იმას მიახტი. როგორ? ანუ სააფთიაქო ბიზნესად გადაიქცა ის რითიც ჩვენ გავჩნდით. ანუ ეგეთი წმინდა რაღაცა და არის ანუ პერვერსირებულია, არის რაღაცა სირცხვილი, ამაზე საუბარი, ამის გაკეთება, მე ბავშვი იგებს რომ დედა და მამაც აკეთებს მაგას, თვითონ ამის შედეგად გაჩნდა და მე გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა რა. დანაშაულის გრძნობა და ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა საკუთარ თავთან. ნუ ჩემი დაკვირვებით, აი იმიტომაც არ უნდა ტიპებს მაგის აღიარება, რომ მოიცა ძმაო. საკუთარ თავთან აი ეს მიუღებლობა, რომ ამას აკეთებ და ცუდი ხარ. საკუთარ თავთან. რა დანიშნულება აქვს? ექიმმა მითხრაო, რა ექიმმა? ანუ რა, იმიტომაც არის მე მეორე ადამიანთან კავშირი ჭირს. ან ბლოკია რა. ვიბლოკავი თუ მე ამას ვაკეთებ მე ბლოკება რომ
ურთიერთობა მქონდეს, სექსი კი არ მქონდეს խոսთან. კავშირი რომ მქონდეს. ორი სულის კავშირი. შეუძლებელია თუ ვნება არის, ვერ ექნება ორ სულს კავშირი. ვარიანტი არ არის. მოვით მე ხა ხო ის არ მინდა ვიღაც ტიპა რომ დაასახელა ციფრი რამდენი პარტნიორი. მე არ დავასახელე. მაგრამ ნუ მაქვს გამოცდილება რა. შეუძლებელია. არ არის განწირულია კავშირი, სადაც ვნება არის იმისთვის რომ ორმა პიროვნებამ ერთმანეთს გაუგოს. და სინამდვილეში ვერც აღმოაჩენენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩათვალე ორი ადამიანი კაიფში. მეგეთ რომ გამოფხიზლდებიან წამით, ერთად ვეღარ გაჩერდებიან. ნეირომეცნიერების კუთხით დადასტურებულია, რომ ამ მდგომარეობაში, ხო, ამ თრობაში ვიმყოფებით, ანუ ადამიანებს და ეს ბლარი არის და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ დროს მიღებული და ეს ტვინი რომ ნახო როგორ მუშაობს, როგორც ჰაი რა, როგორც კაიფში ხარ, თუ არაფხიზელი ზუსტად ეგრეა. ამიტომ მესმის, შენ როდის მივხვდი, რომ ეგ შენთვის პრობლემაა? როგორ ჩერდი? მივხვდი, რომ სხვაობა არის. აი ყველაფერი რო გადავკეტე საერთოდ. ხო. პროსტა გავჩერდი. რეალურად, ანუ გადატანითი მნიშვნელობით არ ვიძახი. პროსტა აი მესამე 10 დღიანი კურსი იყო ჩემთვის ეგ. მანამდეც პრინციპში არ მუშაობდი, პარტნიორი არ მყავდა. უკვე საკმაოდ ხანგრძლივი სიფხიზლე მქონდა ყველანაირი სუბსტანციისგან, პლუს ყავა, ჩაი, ეგეთი რაღაცეებისგან, კოკა-კოლაზე აღარ ვსაუბრობ რა. ძალიან დაფილტრული რას ყლაპავ, იმიტომ რომ მივხვდი რომ მე 3 კილო დავიბადე და ახლა 70 კილო რო ვარ, ეგ რა არის, ანუ რაც ჩავყლაპე იმისგან არის და აქვს აზრი. პირში რას ვიდებ. და მე 10 დღე აბსოლუტურად მარტო უკვე იმისთვის კი არა რომ ჯგუფში, ცენტრში და კურსზე და რაღაც. არა, ჩემი თავისთვის, მე და მაინტერესა. როგორი იქნება 10 დღე ჩემ თავთან. და მანდ ვიგრძენი განსხვავება. აი რაღაც ეგეთი ტერმინის არსებობს რაღაც dating detox-ი რა, რომ რაღაცა აკეთებ detox, არანაირი ურთიერთობა, ამბობს სიტყვაზე. 30 დღის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა, არანაირი მიწერ-მოწერა და ადამიანები ვიცი, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ თავს ბევრად მეტი ყურადღება დაუთმობს, ხელს მაგალითად უფრო მეტად დაკონცენტრირდა. შესაბამისად მე ვარ იმ ადამიანთა რიცხვში, რომელსაც გონია, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო არის საკუთარ თავშია ესეთი რაღაცა კონცენტრაცია და თუ შენი ამ ადამიანის ტვინი, შენი ტვინი დამოკიდებული ტვინივით მექანიზმი ეგრე მუშაობს, ხო? მაშინ ძალიან ჭირს რა, რომ თან ურთიერთობაში იყო და თან რაღაცა აკეთო. აი მე მაგალითად ეგ უბრალოდ უნდა თქვა მე არ გამომდის. მე მგონი ჩემ თავზე ვლაპარაკობდი ხა და ესე წავედი. ხო და მე არ შემიძლია. მადლობა გაზიარებას. მე პრობლემური ტვინი მაქვს რა. ცუდად მუშაობს ჩემი სისტემა და სიმართლე რომ გითხრა ძალიან მაინტერესებს. ანუ რაღაც მომენტები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, როცა რავი, არაფერი არ არის. სიგარეტსაც კი აღარ ვეწევი. 4 წელია ალკოჰოლს, 3 წელია ნებისმიერი ნივთიერება, წელიწადნახევარია ნიკოტინი, ხორცს არ ვჭამ, ვარჯიშობ, რავი, რაღაცებს ვაკეთებ. მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა გაპრანჭვა და აი ეს რაღაცა მოფლირტო რაღაცეები, ისე მაგდებს ემოციურად რა, რომ მე რამდენიმე დღე მჭირდება, რომ დაუბრუნდე იმ ტრეკზე დაუბრუნდე, რაზეც ვიყავი რა. აღარ აგძელებ თავის მოვლას თუ რატო გაპრანჭვის გამო? ანუ შევდივარ ძალიან ეგეთ სპაიკებში რა, დოპამინის და ექსაიტმენტის და ძალიან ხან კარგად თუ არ მეცო და სუდად ვარ და მეშინია რომ ამ სტაბილურობიდან არ ამოვარდე. აი იმ სპაიკის დროს რო შეძლო იქვე რაღაც არ არის აუცილებელი ბუდას პოზაში დაჯდომა. იქვე დააკვირდე პროსტა რას გრძნობ. გარეთ გაეშვა ყველაფერს. შენი სხეულის ჩარჩოების შიგნით. პროსტა რა დაეექსპერიმენტე. და არის ვარიანტი რომ აღმოაჩინო რომ იმას გრძნობ რაც გინდა, იმას იმიტომ აკეთებ რომ ეგ იგრძნო სინამდვილეში. სხვანაირად არ არსებობს. ნახე პროსტა შენ უნდა ნახო. მე რო გეუბნები ეგ არაფერი არ იქნება.
ის მძაფრი რაღაცა რომ შემოდის, ეგ ტრენაჟორია. ისე როგორ აი მაგ მომენტში, როცა ვიპრანჭები, მეც ვიპრანჭები რაღაც რომ ის ხო. რაღაცა ვიჩხრიალა რაღაც. ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ამას ეს აღმაღლა და ბლა აფრენაზე მოთ და დაცემა ქვემოთები ახლავს, ეს ხო ჯერ შეგრძნება ასხელში, აი შეგრძნებას რომ დააკვირდე, ხო? ეს მომენტი ხო გავა. და ეს შეგრძნებაც გავა, ეს აღარ ემატება სხეულში ნაგავს. ანუ ჩაიარა არის უკვე, რაც მოხდა, აღარავითარი მნიშვნელობა იმას არ აქვს. ამას ეს კარგავს ძალას, რომ მომავალზე გავლენა მოახდინოს. იმიტომ რომ გაუცნობიერებულად ასეთი რაღაცები გროვდება და მე სიზმარებია, ხო? სიზმარია და ძილში ხდება დღის გეგმა, ხო? მე რო წერ დღის გეგმას, ეგ არაა დღის გეგმა. აი რომ ძინავს, იქ ხდება შეკვეთა იმ დღის გეგმის, უფრო სწორედ ჩემ გამოწვევებთან მე როგორი რეაგირება მექნება. იმას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე პასტით რო რაღაცას ვწერ. ჩემი დაკვირვებით ეგრე არის. მაგრამ იმის გაცნობიერება შეიძლება რა ხდება ძილის დროს. ძილის დროს ხდება ის, რასაც მე გავეკეცი. ან მოვახდინე რეაგირება, გადავუხდე ვიღაცას. ხან თოფით, ხან დანგრატით, ხან ბეისბოლის ბიტით, ან მივეჯაჭვე და ვზდიე, ეგ იყო ჩემი ურთიერთობები იყო, ვიღაცას ვინც იყო ძნელი, დასაკერი ან დასათრევი, ეგრო ცოლად მომეყვანა რა. ეგეთ რაღაცებს ჩალიჩობდი, რომ აქედან რომ ვაკვირდები რა. იმას კი არა, ვისთანაც ჰარმონია და ავტომატურად ნებით და ტალღებში სინქრონულობით არა, ვინც აი მე რომ რაღაცა ვიყავი ღატაკი და არც ერთი ფარი არ ენთებოდა ჩემ მანქანას და წინა ბამპერი არ ქონდა, მაგ დროს მეორე მხრივ აი მილიონერი ტიპი რო კერავდა ვიღაცას, აი იმ ქალის დათრევა და იქიდან გამოგლეჭოდა ჩემთვის. დათრევა იყო ჩემთვის ისა რა. რაღაცა win გამარჯვება. მაგრამ არ ვიცოდი რომ თამაშობ მაგას. რას გონით? ინერციით ვაკეთებდი ამას და დავინახე რომ მაგას თამაშობ. ეგეთი ისა მაქვს რაღაცა სირთულეს, აი როგორც ეს ერთ დღეში ამ სიმღერის ჩაწერა, გადაღება რაღაცეები და უსახე ჩემთვის, რაც იყო ნორმალური ჯანსაღი, არე ჯანსაღ თამაშებს თამაშობდი რა. სახიფათო თამაშებს და მე მქონდა მძაფრი ემოცია. და ბუნებრივია რომ ეს ძალით დათრეული ტიპები, ისედაც ახლა მუდმივად ცვალებად სამყაროში ვართ და როგორც მოჩდებოდნენ, ისე ქრებოდნენ და მე განვიცდიდი ამას რა. ეხლა ეძებ რა მე ურთიერთობას და როგორ? რა თქმა უნდა, სულ ეძებ, ანუ მარტო ყოფნა ჯოჯოხეთია ჩემთვის. მაგრამ ეგ ჯოჯოხეთიც საინტერესო, მანდ შეიძლება რომ გაიღიმო, ყველაფერი გააკეთო, დილით ადგე, ცივი წყალი ცივი შხაპი გააკეთო. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველდღიურად მეუბნება, რომ არ შეხვიდე, დღეს ერთი დღე არ შევიდეთ. მეც ვეუბნები, მოდი დღეს შევიდეთ. ხო? ეხლა რაღაც ბოქსი დავიწყე, იოგა. ნუ ეს მედიტაცია, ჩემთან არის უფასო სესიები, შეგვიძლია მოხვიდე. ეხლა ეგ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ წეგალო თქვი რომ აი იმ სპაიკის დროსო გაჩერდიო და დააკვირდიო, ხო? კონკრეტულად რა ტექნიკით უნდა გავაკეთო ეგ? არ ვიცი და კარგი იქნება ამ შენი გამოცდილების გაზიარება და უნდა მეკითხა რომ შენ რო ვიცი რომ ეხლა იქ სტუდიაში დაიწყე ხო ამ რაღაცების კეთება რომ ადამიანებისთვის გაზიარება, მათ შორის საუნდ მოჰილინგო რაღაცა სესიებს ატარებ. მე არა, მაგრამ მე ღია ვარ, როცა უნდათ უთმობ ჩემს სივრცეს. შენ რას აკეთებ? სხვებს რა შეგიძლია რომ ასწავლო? მე ვაკეთებ ანაპანას მედიტაციას სხვებთან, რომლის სწავლებაც შემიძლია. მაქვს უფლება რომ ვასწავლო, ვიპასანა რომ ვასწავლო, არ შემიძლია და შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ ესე მაგის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. არა, ნორმალური, იმას სჭირდება ცენტრი, ინფრასტრუქტურა და გამოცდილი მასწავლებელი, რომლებიც 60 დღიან კურსებს აკეთებენ. 10 დღე კი 60 დღეზე ის ტიპი. იმას სუპერ სამადი კონცენტრაცია აქვს. ისიც განიცდის ყველაფერს, მაგრამ კონცენტრაციას არ კარგავს. აი ერთი წუთი მედიტაცია გააკეთე, აქ გააკეთე ერთი წუთი მედიტაცია. დარჩი პროსტა იმასთან, რასაც გრძნობ. დააკვირდი როგორ შედის ჰაერი შენ ნესტოებში. თუ გინდა არც დახუჭო თვალები. ხო, დააკვირდი ჰაერი შედის, ნახე შენ არის სუნთქო, თვითონ ხო სუნთქავს შენი სხეული.
ამ სუნთქვაზე გააკეთე კონცენტრაცია. დარჩენ ის აზრები, რადიო, სხვა შეგრძნებები, განათება, კამერა, რა იყოს ეს ყველაფერი. შენ მნიშვნელობა არაფერს არ მიანიჭო, მთელი ინტელექტუალური ცოდნა დააიგნორე და მარტო იმას დააკვირდი, როგორ შედის ჰაერი შენ ნესტოებში და გამოდის. არის სუნთქო, თვითონ სუნთქავს. მაგას რომ მეუბნები, ეგრევე კონცენტრაციის ხვირისკენ მიდის, რომ ვიგზნო როგორ სუნთქავ, მაგრამ შო, ეგ არის. აი მაგასთან რომ დარჩე, ის ქაოსი დაალაგდება. გარანტირებულია რომ დაალაგდება. პროსტა ამას ახლა მას ჯობია ის გავაკეთო ტელევიზორს ჩავრთავ დავრეკავ დავსკროლავ რაღაც არ უნდა ადამიანს მაგის გაკეთება რა. მე იღბლიანი ვარ რომ ისეთ ადგილას ჩავვარდი რომ იქ რო არ იმედიტირო და პროსტა იყო 10 დღე არ ვიცი ალბათ ეგრევე ფსიქიატრიულში გადაგიყვანენ ამიტომ ჯობია რომ მოდი ბოლოსკენ წავიდეთ და ბოლო ფრაზა არის თავდება იმ მისამღერი ოდნავ იცვლება, მაგრამ მე რეალი რომ გასხივოსნდები დამირეკეო რა. ვისე უგები მაგას. ვის ზარსებოდები მე. ესეთი ის არის რა. ინსტაგრამზე შევხვდა ბოლო პერიოდში ბუდა და მოსწავლე არიან და მოსწავლე ეკითხება რომ how should we treat others? და ის პასუხობს there are no others. ან სხვებს როგორ მოვიქცეთ, სხვები არ არსებობენ. მართლა არ არსებობენ, სარკეა ყველაფერი რა. ყველას ვეუბნები. შემიძლია საიდან გაჩნდა ეგ მაგის ისტორია მოყვე, იმიტომ ეს მესიჯები სადღაციდან ჩდება. მაგრამ მე რო გამოუშვე ეს სიმღერა. ეს ჩემ თავს, შენ ვინც დააწყაბა, ჩართო და მოისმინა. ყველას ეხება რა, რაღაც ცოტა ხუმრობაც გაჩნდა ჩემ სამეგობროში რომ გასხევსნები დამილეკე. გამოიღვიძა დამი. ეს როცა გადამწყვეტი მომენტი იყო ჩემსა და ჩემს ყოფილ შორის, როცა საკმაოდ ძიმე საუბარი ქონდა და მე რაღაცა აქ ემოციები, ცრემლი რაღაცა მან თქვა ეგ. იმან მითხრა. რომ გასხივოსდები და ამერიკაო. ხოდა მე სუპასუხი აქედან იმასაც. ჩემ თავსაც და ყველას. გასაგები. კიდე არის ჩვენი საერთო ნაცნობი, რომელიც მას იმდენჯერ მითხრა, რომ შენ გასხივოსდებიო, რომ ბოლოს უკვე მეცინებოდა მაგაზე. ხო. ეს ფენსი სიტყვა არის. просто გასხივოსნება, გასხივოსნდები. просто ცოტა ხუმრობა არის ეგ გასხივოსნება. რეალურად ამ მდგომარეობის აღწერა ეხლა რასაც რითიც გასხივოსნება შეიძლება რომ უნდათ რომ ადამიანი არ არის მაგის აღწერა არა და მაგის მიღწევაც არაა საჭირო. ვინც ცდილობს რომ მიაღწიოს ის არასდროს არ მოხდება. ხო, აუ გვაჟი, აი ეცი რა ეხლა მაყურებელი ამ ყველაფერს უყურებს და რაღაც ცოტა ბოლო პერიოდში რო არის მართლა ეს გასხივოსნება რაღაც ძალიან ტრენდული და ყველამ რაღაცას მიხვდა და ცოტა ვიღაცები ხვდებიან და ეხლა ჩვენი მეგობრები თუ გვეღადავებიან სადღაც ვიღაცა ცოტა აგრესია აქვს რა რომ რაღაცას მიხვდი ეხლა შენ ამის აი ცი რა მინდა რავი რამე განსაკუთრებულს ხარ მიხვედრილი რაც შეიძლება რომ სხვა ვერ მიხვდეს მიხვდი აი და ეს გასხივოსნების პიროვნული ზრდა რაღაც ტერმინები ცოტა ხო არ გაიცვით და ვიღაცები ვინც ამისგან ვისაც არ ესმით რა ხო აი ვისაც არ ესმით მე არ ვიცი რომ მათ არ ესმით ხო ოკეი კაიზერ სოზე ოკეი გახსოვს კაიზერ სოზე არ ვიცი კაიზერ სოზეა ყველა რა არ ვიცი შეიძლება თამაშობს ტიპი ეს ჩემი წარმოდგენა მაგი ჩემი წარმოდგენით მე რაღაცას მივაღწიე მაგრამ ეგ ფაქტი არ არის ხო გითხარი საუბრის დასაწყისში რომ ალტერნატიული რეალობების დაშვება სულ მაქვს არის ვარიანტი ასეა არის ვარიანტი სხვანაირად არის სუპერ თამაშს თამაშობ რომ მითხარი თავში ეგაა სუპერ თამაში სუპერ თამაშს ბოლო აქვს როგორ თამაში არა პროცესია სუპერ თამაში არც დრო არ არის და არაფერი ეს დროც ის არის რა აბა დრო საათზე ტელეფონის საათზე არ გულისხმობ. просто ისე სად არის. ხო. ახლა არის მარტო. რის ერთი რაღაც, რისი ძალიან მაგრა გჯერა და ერთი რაღაც, რისი არ გჯერა.
ისი არ მჯერა. არ არის, არც ერთი არ აქვს პრინციპში. არ ვიცი. არ ვიცი რა. მჯერა რომ არ ვიცი. და ბოლოს შენი შეფასებით, შენი ამ გამოცდილებით, წარსულით. გამოვედი შეფასებით. ხო, ანუ, ოკეი. რის ხო მინდიცი? წარმოიდგინე რომ შევაჯამოთ მაყურებლისთვის. გიორგი გვარჯალაძემ ცხოვრების ამ ეტაპზე აი რა გაბედა? რა არის მთავარი რაც შენ გაბედა? აკ ყოფნა. აქ დამჟამად ყოფნა და აბსოლუტური მიღება ყველაფრის. ის შემდეგაც გაჩნდა ინტერესი. აბა ნეტა რა მოხდება? ეხლა რომ მივალ იქ რა მოხდება? აი კაკულიასთან მივალ რა მოხდება? აქედან რომ გავალ რა მოხდება? საინტერესოა. ნამდვილად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ყველას ვინც უყურებს ამ სისულელეს. ყველას. მართლა მადლობა ყველას. უყურეთ მომავალ შეხვედრამდე. დავწერე ასეთი ლექსი გამოვიღვიძე და იქ შემოხდი სადაც დარჩა ბოლო იმედი გამოვიღვიძე და იქ ნახავ შენ სიყვარულს გულში ვინახავ გამოვიღვიძე და იქ შემოხდი სადაც დარჩა ბოლო იმედი გამოვიღვიძე და იქ ნახავ შენ სიყვარულს გულში ვინახავ Rocas Ríos de Vitamireke.